თავდაპირველად ქრონოლოგიურად ავწეროთ რა ვითარებაში გვიწევს აქ მედიის წარმომადგენლებს მუშაობა დილიდან პირდაპირ შეიძლება ითქვას რომ გაძლიერებული დაცვა არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას რომ კლანის მოსამართლეებს მიუახლოვდეთ და დამატებითი კითხვები დავუსვათ სულ რამდენიმე წუთის წინ მედიასთან კომენტარი გააკეთა ლევან მურუსიძემ და დიმიტრი გვრიტიშვილმა თუმცა ისინი მედიის წარმომადგენელთან იყვნენ მხოლოდ მარტო დღეს მურუსიძეს და კლანის მოსამართლეებს კითხვები დაუსვეს მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმა, რადგან თავისუფალი მედიის წარმომადგენლები არ შეუშვეს იმ სივრცეში, სადაც მოსამართლეების დიდი კონფერენცია იყო და მთელი რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა საჯაროდ კადრები და კომენტარი სწორედ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა დღეს დილიდან პირდაპირ შეიძლება ითქვას რომ ჩვენ არ გვეძლება იმის შესაძლებლობა რომ თავისუფლად ვიმუშაოთ და სანქცირებულ მოსამართლეებს კითხვები დავუსვათ. თუმცა საჯაროდ გავრცელებულ კომენტარში მოსამართლეები, კლანის მოსამართლეები ღიად საუბრობენ სანქციებზე. თავდაპირველად ისინი ჩვენ გვახსოვს რომ არ აქცევდნენ ყურადღებას ამ სანქციებს და ამბობდნენ რომ ეს სანქციები მათ ვერაფერს დააკლებდათ. თუმცა დღევანდელი რიტორიკა სრულად არის შეცვლილი, მაგალითად დიმიტრი გვრიტიშვილი ძალიან გულნატკენია იმით რომ სანქცირებულები არიან ის და მისი კოლეგები ამბობს რომ უსამართლოა, როდესაც მოსამართლეები სანქცირდებიან მათი ოჯახის წევრები და ამბობს რომ ეს გადაწყვეტილება რომელიც ეხება სანქციებს არის პოლიტიკური. მთელი დღის განმავლობაში კლანის მოსამართლეებს უწევდათ რომ ასე პროტესტის ფონზე დაეტოვებინათ სკოლის მიმდებარე ტერიტორია ავტოპარკი, სადაც მოსამართლეების ავტომობილები იყო განლაგებული. ხედავთ რომ სრულად არის დაცლილი, გაძლიერებული დაცვით მოახერხეს კლანის მოსამართლეებმა ამ ტერიტორიის დატოვება. ერთადერთი დღეს რაც ჩვენ სანქცირებული მოსამართლეებისგან მოვისმინეთ არის ის რომ ისინი ძალიან ნერვიულობენ და ძალიან არ მოსწონთ ის ფაქტი რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე არიან სანქცირებულები. სანქციებთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით ჩვენი პროტესტი და აღნიშნეთ რომ სხვადასხვა ფორმატში რომ ეს სანქციები არის უსამართლო და აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, არანაირ ევროპულ თუ ამერიკულ სტანდარტში არ ჯდება ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე რომ ბრალი დასდო მოსამართლეს კორუფციაში, ეს არის უმძიმესი ბრალდება. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, განპირობებული გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგით. სამწუხაროდ ეხლა გარკვეული წრეებისთვის ეს იქნება ბრიუსელში, ევროკავშირში თუ სხვაგან, თუნდაც იგივე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებში. იქ არსებობენ გარკვეული ძალები, რომელთათვის მიუღებელი შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების კურსი, ან იგივე თქვა სასამართლოს გადაწყვეტილება ვიღაცა შეიძლება არ მოწონდეს, მაგრამ აქედან გამომდინარე რომ მოსამართლის მიმართ დაწესებული იქნეს სანქციები თან უფრო ყველანაირი ზღვარს სცილდება მოსამართლეთა ოჯახის წევრების სანქციები. თვითონ პერსონალურად მოსამართლეების მიმართ სანქციების მიუღებელი ბატონი რეზო რატო გადავიდა საკონსტიტუციაში ადამიანი ზოგადად ისწრაფს ალბათ თავის მაგას თუ ბატონი რეზო გეტყვით, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობა ძალზე საპატიო თანამდებობა არის და შესაბამისად გადავიდა მიიღო გადაწყვეტილება და თამპალით წარადგინა უზენაესი სასამართლოს პლენუმმა. აქ ეხა მოგეხსენებათ წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები, საელჩოები რაღაც აიღო ლანძღვა, ბულინგი, ზეწოლა და ამიტომ ის კი არ არის ეს თქვა ისეთი თანამდებობა რომ აი სანატრელი რომ მისწრაფოდე. ეს არის პასუხისგებლობა და ეს არის ყურადღების ცენტრში ყოფნა და ბულინგი და შეურაცხყოფები და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ეს ისე არ მინდა რომ საზოგადოებამ იფიქროს რომ აქ ისეთი ის არის რომ აი თქვა ყველა სურვილი აქვს რომ იყოს იუსტის უმაღლეს საბჭოს 3 საათის განმავლობაში იმ დროს, როდესაც შიდა სივრცეში მოსამართლეების კონფერენცია მიმდინარეობდა, კლანის სანქცირებულ მოსამართლეებს უწევდათ, რომ სინდისის პატიმრების, ოჯახის წევრების, მშობლების, მათი დების პროტესტის ხმა გაეგონათ. ყველა მოსამართლემ სწორედ ასე კორდონის მეშვეობით დატოვა დღეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია. თუმცა მოსამართლეები ამბობდნენ, რომ მათ დისკომფორტს არ უქმნიდათ ის ფაქტი, რომ შეძახილები მონა ასეაცლებდნენ აი
ახლაც, როდესაც ამ ტერიტორიიდან ავტომობილი გამოდის, გესმით თქვენ საპროტესტო შეძახილების. სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები დღეს აქ მოვიდნენ იმისთვის, რომ კლანის მოსამართლეებს გაეგო მათი პროტესტის ხმა იმ დედების, ვისი შვილების სწორედ ამ მოსამართლეებმა რამდენიმე წლიანი პატიმრობისთვის იმეტებს აქ იყო შეძახილები, ასევე იყო პერფორმანსიც. მაგალითად, რამდენიმე ადამიანმა წითელი საღებავით შეეცადა, რომ მოსამართლეებისთვის ეთქვა, რომ ქართულ ოცნებას და მის რეჟიმს სწორედ ახალგაზრდების სისხლში აქვს ხელები გასწრული. დისკომფორტს არ გიქმნით? არაფერი გაქვთ ამ ადამიანებისთვის სათქმელი? ვერაფერს ეთქვით? აი შეხედეთ გიორგის. აი ასეთი ჯამთელი ადამიანი თქვენ ეთს მიაჯაჭვეთ. რა გინდათ ადამიანებო? არ გინდათ რომ საქართველოში იცხოვროთ? თქვენმა შვილებმა ხო აქ უნდა იცხოვრონ? ჩემი შვილი სასამართლოზე მეოთხე მოსამართლე შეიცვალა შვილო. მეოთხეა ეხლა ახალი ყავს. იმ სამმა რა გააკეთა და ეს მეოთხე რას გააკეთებს? ყველა თქვენი ხენ მონები არიან, რასაც უბრძანებენ, ზევიდან უნდა გააკეთონ ისა. ეს რუსების მსახურები ესენი. ეს არა ადამიანები, ამა თავი ჩაიხედო თავიანთ გულებში და მიხვდნენ რომ ეს ჩვენი პატიმრები არიან უდანაშაულოები. მოსამართლეებისთვის მაქვს სათქმელი, რომ ჩვენს შვილებზე თუ არ ფიქრობენ, მათ შვილებზე მაინც იფიქრონ. თავიანთ შვილებზე იფიქრონ, რადგან ამ ქვეყანაში მაგათ თავი აღარ გამოეყოფა სასამართლოს სინდისეა ეს სისხლი, რომელიც დაასახიჭრეს. მთელი ჩვენი პროტესტის განმავლობაში უამრავი ადამიანი არავინ არ დასჯილა ამის გამო და კიდე გამოაქვთ განაჩენები, რომელიც არის სამარცხვინო და სამარცხვინო. და საერთოდ მარტო სასამართლოს გამოყოფა არ მინდა, მაგრამ სასამართლო არის ყველაზე ურჯულო ორგანო. პატიმრების ოჯახის წევრები, ვინც კლანის მოსამართლეებმა პატიმრობაში დატოვეს, დედები პირდაპირ ამბობენ, რომ მათი პროტესტი გაგრძელდება და იქნებიან ყველგან იქ, სადაც იქნებიან კლანის მოსამართლეები და ყველა ჯერზე უკეთრაოდ შეეცდებიან, რომ კლანის მოსამართლეებს საკუთარი პროტესტის ხმა გააგონ.